წარმოდგენილია სქემა, სადაც გამოყენებულია 9 ვოლტიანი კვების ბლოკი, დამცველი, ჩამრთველები და ნათურები. ეს სქემა მიზნად ისახავს ვაჩვენოთ როგორ მუშაობს დამცველი. ანუ თუ გავითვალისწინებთ, რომ ჩვენი დამცველი პარამეტრებით არის 1 ამპერიანი, ეს ნიშნავს, რომ მას შეუძლია გაატაროს 1 ამპერი დენი, ხოლო 1 ამპერზე გადაჭარბების შემთხვევაში ის უნდა გადაიწვას, რათა დაიცვას სხემის დანარჩენი ნაწილები დაზიანებისგან. ამ ექსპერიმენტის ჩასატარებლად საკმარისია სათითაოდ ჩავრთოთ სხვადასხვა ჩამრთველები, რომლებიც კვებას მიაწვდიან სხვადასხვა რაოდენობის ნათურებს და განვიხილოთ სიტუაცია, როდესაც დენი მიაღწევს ან გადააჭარბებს 1 ამპერს. იმ შემთხვევაში თუ ჩავრთავთ 1 ნათურით დატვირთულ ჩამრთველს, დავინახავთ, რომ დენი მიაღწევს 90 მილიამპერს. შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ მეორე ჩამრთველი, ანუ კიდე 2 ნათურიანი დატვირთვა და დავაკვირდეთ ისევ ამპერმეტრს, სადაც ხედავთ, რომ დენმა მიაღწია 270 მილიამპერს. ახლა შეგვიძლია გამოვხდოთ ეს ჩვენს მიერ ჩართული წრედები და ჩავთოთ მესამე წრედი, რომელიც დატვირთულია უკვე 9 ნათურით. ამ შემთხვევაშიც მიკროამპერმეტრის, მილიამპერმეტრის ჩვენება სავსებით შეესაბამება დატვირთვის მიერ მოთხოვნილ დენს და ვინაიდან თითოეული ნათურა ითხოვს კვების წყაროდან 90 მილიამპერს, 9 ნათურა მოითხოვდა 810 მილიამპერს. ჯერჯერობით დამცველში გამავალი დენი არ აჭარბებს მის ნომინალურ სიდიდეს, ამიტომ ის არ გადაიწვება. მაგრამ მოდი დავუმატოთ კიდე 1 ნათურა, ანუ კიდე 90 მილიამპერი და სავსებით ლოგიკურად დავინახეთ, რომ მილიამპერმეტრმა აჩვენა 900 მილიამპერი. ახლა კიდე დავუმატოთ 2 ნათურა, ანუ 180 მილიამპერი, რაც როგორც არითმეტიკიდან მარტივესი გამოთვლებიდან ჩანს 80 მილიამპერით გადააჭარბებს დამცველის ამპერაჟს, დამცველის ნომინალურ ამპერს, პარამეტრს, ის უნდა გადაიწვას. და ეს ასეც მოხდა, რაც ნათლად ჩანს ანიმაციაზე. შესაბამისად, დამცველმა თავის ფუნქცია შეასრულა, თვალნათლივ გამოჩნდა